აღებულ მწვერვალს აღარ ჰქვია უკვე სიმაღლე. ის სხვა სიმაღლის მისადგომთან ისევ ძირშია. ერთ მთაზე ასვლით ჯერ მთამსვლელი მუხლებს იმაგრებს. ეს სხვა მთებისკენ დაწყებული იერიშია. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის, ქართული ალპინიზმისა და მსოფლიოში ქალთა სპორტული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ქალის სახელს უამრავი წარმატება უკავშირდება. მის ყველაზე დიდ დამსახურებად კი უშბის დალაშქვრა მიიჩნევა. არა მარტო საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში აღმოჩნდა პირველი ქალთა სპორტული ალპინიზმის ფუძემდებელი. იმიტომ რომ აი ესეთი რთული ასვლები, როგორც ალექსანდრას ჰქონდა, სპორტული თვალსაზრისით არავის არ ჰქონდა. უშბაზე ასვლა მოუტანა ალექსანდრას გმირი შარავანდედი. ალექსანდრას ყოფნამ გადაწყვიტა უშბაზე წარმატებით დასვლა, იმიტომ რომ ალვეშა იყო ახლა ხელმძღვანელი, ალექსანდრას უმცროსი ძმა, ამ ასვლის იყო მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი გიორგი გურიანი. ეს იყო პირველი ასვლა. ძალიან გაუჭირდათ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია პირველად როცა მიდიხარ მწვერვალზე, გზა არ იცი არაფერი და თან უნდა მონახო სავალი გზა. ისეთ ადგილზე მოუსწრო დაღამებამ, რომ 4 კაცი ვერ გაათევდა იქ ღამეს. და უკვე ყოყმანიც დაიწყეს როგორც ჩანს და თან ახლა უნდა დაშვებულიყო 200 მეტრის დაბლა. და ახლა ამ ხელა მანძილის გავლა მთელი დღე რო იწვალეს, რაღაც აღარ უნდა და ბუნებრივია და ალექსანდრა მაშინ გუმანი დიგდო ახლა მაინც კალური ალღო სხვა არის კიდე. ალეშას ვთქვა მე დაგჭები აქ. ალეშა მაშინვე მიხვდა დის განზრახვას, რატომ ასე თქვა ეს, იმიტომ რომ ახლა თვითონ უნდა ჩასულიყვნენ დაბლა და ახლა ბრძოლად ხوار დატოვებდნენ ალექსანდრას წევით და იძულებული იქნებოდა რომ ასულიყო და მე ყველა ამბობდა მაგას რომ ალექსანდრას ეს ნაბიჯი არა რომ თოგზე დაკიდებულმა ღამეათია იქ ალეშა მიამაგრა პალოზე თოგი გაუყარა და ახლა მაშინ საძირე ტომრები და ეს არ იყო და ნაბათში გამოხვეულმა გაათია ღამე. და აი ამ უშბაზე დაკიდებულმა ღამის თევამ ალექსანდრას გმირი შარავანდედი მოუპოვა. ქალური სინაზითა და სიდინჯით, სიმშვიდითა და სიძლიერით ერთდროულად გამორჩეულ ალექსანდრა ჯაფარიძეს შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. სწორედ მან აღმოაჩინა ილია ჭავჭავაძის პოემა განდეგილში ხსენებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი ბეთლემის გამოქვაბული. 1913 წელს მან რო დაამთავრა წმინდანინოს გიმნაზია ქუთაისში, წავიდა ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაში. ორკლასიანი სასწავლებელი იყო, მასწავლებლად წავიდა. ხო და ერთი წელიწადი იქ იმსახურა თუ 2 წელიწადი და 1913 წელს ჩამოვიდა ხრეიჩი, თავის სოფელში. ახლა ხრეიჩი მაშინ სკოლა არ იყო და ალექსანდრას ზრუნვით და რუდუნებით მოხერხდა სკოლის შენობის აგება. გასაოცარი პიროვნება იყო თვითონ. ბავშვებთან ძალიან კარგი მთხრობელი იყო. ბავშვებს რომ დაუწყებდა მოყოლოს რაღაცა, ხო ესე წყნარად და ჩუმად, მაგრამ აღტაცებას ვერ ვალამდნენ შემდეგ ეს ბავშვები და იყო ძალიან გამხდარი, ძვალწვრილი, ძალიან ნაზი, თავის ცხოვრებაში ადამიანს როგორც და სხვა მაღლა სიტყვა არ უთქვამს. 100 ბავშვი დაყავდა, გოგოები, ბიჭები საქართველოში ფეხით ამოგზაურებდნენ ზაფხულის არტედეგებზე 3 თვის განმავლობაში და წარმოიდგინეთ თქვენ 100 ბავშვის მოვლა, როცა სხვა მაღლა სიტყვის თქვა არ გჭირდება. რა ავტორიტეტი ჰქონდა და როგორი ეს რომ ერთი სიტყვა საკმარისი იყო, სწორედ მის ამ სინაზეში იყო მისი სიძლიერე. მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა იყო მთაში. კაცრი მოთხოვნი საბჭოთა კავშირში და მე მგონი მსოფლიოშიაც თბილისის პიონერთა სასახლის ბავშვების რეკორდი დღემდე არ არის მოხსნილი. 9 მწვერვალე გაიარეს 14-16 წლის ბავშვებმა ალექსანდრას ხელმძღვანელობით და ეს უნიკალური მოვლენა იყო. გარდა მაგისა ალექსანდრას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვითონაც ესე თვლიდა ახლა უშბის მერე რასაკვირველია იყო ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. მოგეხსენებათ ბეთლემი ილია ჭავჭავაძის უგდა პოემა განდეგილთან არის დაკავშირებული, სწორედ არსებული ლეგენდების მიხედვით შეიქმნა. აი ეს თვითონ გამოქვაბული იყო 4100 მეტრის სიმაღლეზე მყინვარტვერის კალთებზე და მაშინ სამხედრო გზა დაკეტილი იყო დიდი თოვლის გამო და ბაქოდან შემოუარეს და ვლადიკავკაზიდან შემოვიდნენ და მერე მარხილები დავიდნენ ზევით.
და ეს 8 კაცი შევიდა, ორში გასულები შევიდნენ 7 იანვარს. ესე იგი შობა დღეს. და ეს წინასწარ არ იყო ესე მოფიქრებული და ეს, მაგრამ ესე მოხდა რა, განგების ძალით. ესე რომ პირველად შევიდნენ 48 წლის 7 იანვარს ბეთლემის გამოქვაბულში და ალექსანდრე ახლა ხშირად ყვებოდა ხოლმე და ჩემი მეგობრები რომ მოდიდნენ უყვებოდა მაგათ. რომ შევედით და პირველი რამაც გაგვაოცავ, თითქოს დიასახლის ახალი გამოგვილი ქონდა, ისეთი სისუფთავე იყო და ის ახლა სიმაღლეზე მტვერი არ ახსოვს მოგეხსენებათ და ყველაფერი პირველი ფოტოები ალექსანდრემ გადაიღო, პირველი პუბლიკაცია. ჯაფარიძეების ოჯახის არქივში ალექსანდრე ჯაფარიძის შესახებ მრავალი საინტერესო წერილი. ლექსი თუ ჩანახატია გაცოცხლებული. აქ ინახება სპორტსმენის პირადი ჩანაწერებიც და დალაშქრულ მწვერვალებზე მის მიერ დატოვებული ბარათები. საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიცია ალეოშა ჯაფარიძის მუხინის შვაცაბაიას შემადგენლობით. ამოვედით ხდეს ხეობიდან მდინარის მარჯვენა ნაპირას, მცირედ თოვლს ხდეს ხეობაში სულ თოვლი დევს. დარიალამდე ხედულობა არაა. მივდივართ შემდეგ მწვერვალზე. არაერთი ხელოვანის მუზად ქცეული, მთის ქიმზე თოკით მიბმული, ნაბაჯში გამოხვეული ქალი ქართული ალპინიზმის ისტორიაში დღემდე უკვდავ ლეგენდად რჩება.